დილამშვიდობისა დღეს 9 ივნისია სამშაბათი თქვენ ერთსულოვნების დილას უყურებთ ელისაბედ აბულაძესთან ერთად ყველას მშვიდობიან წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ ახლა ტრადიციულად საეკლესიო კალენდარი ვნახოთ და შევიტყოთ რომელ წმინდანებს იხსენიებს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია. ცხრაივნის წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს ბასილის, მეფე ბაგრატ მესამის ძეს, ღირს მიქაელ პარეხელს, წმინდა მღვდელმოწამე თერაპონტის, სარდიელ ეპისკოპოსს, წმინდა მოწამეებს თეოდორა ქალწულსა და დიდიმე მხედარს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს და ახლა გადაცემის ანონსს წარმოგიდგენთ. სიცოცხლის აზრი და მისი ქრისტიანული თვალთახედვა თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი დეკანოზი ბიძინა გუნია. 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან მოვლენიდან, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ეროვნული და სულიერი იდენტობა და სახელმწიფოებრივი განვითარება, როგორ აღინიშნება საქართველოსთვის ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული თარიღი და რა როლი აქვს უდიდესი ქრისტიანული მემკვიდრეობის თანამედროვე გააზრებას. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი დათუაშვილი. მაღალყოვლად უსამღვდელოესი დანიელი ბრძანდება საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი. და კიდევ ერთი თემა გვექნება დღევანდელ გადაცემაში. კინოსახლში ხათუნა ტატუაშვილის ახალი ანიმაციური ფილმის პრემიერა გაიმართა. საღამოს ჩვენი გადამღები ჯგუფიც ესწრებოდა და უფრო მეც უკვე ნინო გელაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შევიტყობთ, რომელსაც გადაცემის დასკვნით ნაწილში შემოგთავაზებთ. აი ესეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ამინდის პროგნოზის დრო არის. შევიტყოთ როგორი ამინდი გველოდება თბილისსა და სრულიად საქართველოში და როგორც გითხარით, მამა ბიძინა გუნიასთან ერთად დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.
მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს. შემოგვერთა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია. ნებისმიერი ადამიანისთვის, მით უფრო ქრისტიანისთვის მუდამ აქტუალური კითხვებია, რატომ ცხოვრობთ, რა არის ჩვენი დანიშნულება და სად უნდა ვეძებოთ ცხოვრების ნამდვილი საზრისი. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად, რათა უკეთ გავიგოთ, რას გვასწავლის ეკლესია სიცოცხლის აზრის, ადამიანის მოწოდებისა და სულიერი სრულყოფისკენ მიმავალი გზის შესახებ, სიცოცხლის საზრისი და მისი ქრისტიანული თვალთახედვა. სწორედ ეს არის მამა ბიძინასთან ჩვენი თემა. დაგლოცეთ მამა ბიძინა, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მერცმა გაგახაროთ, მერცმა დაგლოცოთ. საკითხი ერთობ აქტუალურია და არა მარტო 21 საუკუნის პირველ ამ დასაწყისში, არამედ რაც კაცობრიობა არსებობს. რა თქმა უნდა, ადამიანი უკვირდება ამ მოვლენას, რასაც სიცოცხლე ქვია და უნიკალურია სიცოცხლე თავისთავად. მაგრამ თუ ეს საკითხი არ გამიხილეთ რწმენის ჭრილში, შედეგს ვერ მივახცევთ. ანუ დანარჩენი ყველაფერი იქნება წარმოდგენები, გარკვეული მოსაზრებები, სუბიექტური აზრი და ასე შემდეგ. როდესაც რწმენას გულისხმობ, აქ სიღრმისეული გაგება არის ძალიან მთავარი. მაგალითად, როდესაც უფალი ამბობს, ვისაც უყვარდეს, ან მამა, ან დედა, ჩამოთვლის შემდეგ ყველას და ჩემზე უფრო მეტად ჩემი ღირსი არ არის. თუ ჩვენ არ ვართ რწმენაში იმ სიღრმით, რაზეც უფალი გვესაუბრება, ანუ უფრო მეტად მეყვარს ჩემი შვილი, უფრო მეტად მეყვარს მშობელი, ვიდრე უფალი. მაშინ ამ საკითხს მე ვერ გადავჭრი. შეიძლება ვინმე მკითხვა დასვას, აი ტაძარში ხო დავდივარ სანთელს ვანთები, აღდგომას კვერცხი შევღები. ეს არის ყველაფერი ზედაპირული. ასე რომ, როდესაც ესეთ უმნიშვნელოვან საკითხს სიცოცხლის ვეხებით, აუცილებელია ყველივე ეს სარწმუნოების ჭრილში განჭრიდოთ და ასევე მინდა სიტყვა სიყვარული ვახსენე, როგორ გავიგოთ გვიყვარს თუ არა უფალი. თვითონ პასუხი ამ კითხვებზე სახარებაშივეა, თვითონ უფალი ბრძანებს, ვისაც უყვარდე მე სიტყვანი ჩემი დაიმარხნეს. და იმავე წინადადებაში შემოატრიალა სათქმელი და თქვა, ვისაც მე არა უყვარდე სიტყვანი ჩემი არა დაიმარხნეს. ანუ როდესაც მე უფლის მიერ ესე იგი მითითებულ გზაზე არ დავდივარ, დიახ. მაშინ ვერც ამ საკითხს ვერ ჩავწვდები, უფალი თავისთავად არ მეყვარს. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, მე არ ვკითხულობ დილის ლოცვას, არც საღამოს ლოცვას, მაგრამ აი ჩემი ფურად რაღაცას ვახერხებ. ნუ როცა შემიძლია მივდივარ ტაძარში. ანუ აქ მახსენდება ასევე წმინდა წერილი შეგონება, უფალს აღიარებენ ვითარცა უწყენ, ხოლო საქმით განშორებულ არიან. ეხლა უშუალოდ სიცოცხლეზე, სიცოცხლის წყარო თვით უფალია. და ადამიანმა თავისავს უნდა დაუსვას კითხვა, საიდან იწყება მისი სიცოცხლე და მისი დაბადება, რას უკავშირებს იგი. ნუ ალბათ არ იქნება ესეთი შეუცნობელი თუ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უმრავლესობას ახსოვს თავისი დაბადების დღე თარიღი ახსოვს, როგორ ისი შობლებით ამას იხდის, მაგრამ თითქმის 90%-ზე მეტმა არ იცის მისი ნათლობის ესე იგი დღე, ანუ მე არ ვიცი რო დავფიქრდი. სულიერად დაბადების დღე. ეს ნიშნავს, რომ ბევრი რამ არის ჩვენში კიდე გამოსარკვევი. საქმე იმაში გახვალთ, რომ როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს, ადამიანი სამჯერ იბადება, ეს არის ხორცელი დაბადება, ეს არის დაბადება სულიერი. მოდი მესამეზე შემდეგ ვიტყვით, იმიტომ რომ საერთო იქნება ყველასთვის. ხო და ასე რომ დაბადება არ იწყება ხორცელი დაბადებით, იგი მუცლადღებიდან იწყება. ანუ რა მომენტშიც ადამიანი ჩაისახება, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ ჩვენ ამას არ ვაქცევთ ყურადღებას, ნიშნავს, რომ სიცოცხლის შესახებ არ გვაქვს სრული წარმოდგენა. მახსენდება დიდი პატრიარქის ილია მეორის შეგონება ერთ-ერთი ამბიონიდან მან ბრძანა, როდესაც ერთ ბრძენთან მივიდა ქალბატონი, რომელიც იყო ფეხმძიმედ უკვე მერვე თვეში, მან კითხა ბრძენს, აი მე მინდაო რომ ჩემი ბავშვი აღზარდო, კარგად რომ დაიბადებოდა და რას მირჩეოდა, ბრძენმა უთხრა, შენ 8 თვე დაგაგვიანდაო.
იმიტომ რომ უცლად შესახვის რატომ იცით რომ როცა ზედამ იცის რომ უკვე იგი ნაყოფს ატარებს ყველაფერი მისი დადებითი ემოცია, მისი ლოცვა, მისი გაბრაზება, ყველაფერი აისახება ნაყოფზე. და მადლობს თუ არა დედაუფალს, რა შინგანი განწყობა აქვს, როგორ ეკიდება ამ მოვლენას, რომ იგი დედა უნდა გახდეს. მუსლშივე ესე იგი ეფერება თუ არა ჩვილს. ყველაფერი ეს აისახება. თუ ეს ყველაფერი არ არის და მაშინ გამიხარდა შვილის დაბადება, როცა ამ ქვეყანაზე მოევლინა უკვე დაიბადა, მაშინ ცოტა დაგვიანებულია. აი სიცოცხლის საზრისზე საუბრობთ ხო? ქრისტიანული მოძღვრების მიერ ქრისტიანული საზრისი და ადამიანის დანიშნულების გააზრება. აი, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს შეიმეცნებს, თავის მოწოდებას, მისიას იპოვის, ანუ საკუთარ თავს იპოვის. აი ეს როგორ განიმარტება და რა გვეხმარება საკუთარი სიცოცხლის საზრისის შეცნობაში? თემა იმდენად რთულია, რომ ახლა ვფიქრობ, აი ეს მცირე დროში როგორ ჩავატიო, მაგრამ ვიტყვი ისაკითხე აღნიშნე რაც მინდოდა რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება მომენტიდან რა მომენტში ჩაისახა იგი მაგრამ საერთოდ სიცოცხლის დასაწყისი ქვეყნიერების შექმნიდან იწყება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ღმერთმა იგუზღეში შექმნა სამყარო და დეტალებს არ ჩაუღმავდები და შემდეგ ბოლოს როცა ყოველივე შექმნა მოავლინა ადამიანი აი იწყება სიცოცხლე და მართლმადიდებელი ადამიანი სწორედ აქედან აითვლის ესე იგი კაცობრიობის ისტორიასაც აქედან აითვლის სიცოცხლის საწყისსაც და თქვენ ბრძანეთ სხვადასხვა მიმდინარეობა ფილოსოფიური ნაკლებად წუდებიან რა შესაქმნით რომ ფილოსოფია თუ ის ჭეშმარიტი ღმერთის ესე იგი არსებობას ვერ გაიზიარებს ქრისტიანულ შეხედულებებს გულისხმობ ის რა თქმა უნდა მაშინ ვერც სიცოცხლის საზრის ჩაწვდება ბოლომდე, კი არა საერთოდ ახლოც არ იქნება. ჩვენ ეთერს გარეთ საუბრობთ და უბრალოდ ამ შეკითხვას გავიმეორებ, რომ მაყურებლისთვის ხადი იყოს, რომ აი ესეთი შეკითხვა მქონდა ქრისტიანული შეხედულება სიცოცხლის თვალთახედვასთან დაკავშირებით განსხვავდება თუ არა სხვა ფილოსოფიური შეხედულებებისგან. განსხვავდება ეს თეოლოგიური შეხედულება სიცოცხლის უკავშირებს ქვეყნიერების შექმნას. აი ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ღმერთმა იგუზღეში შექმნა სამყარო და მეექვსე დღეს მოავლინა ადამიანი. ადამი და ევა და აქედან მოდის ეს ყოველივე და ეს არის ღმერთის მიერ შექმნილი ყოველივე და თუ მიმდინარეობა ეს რელიგიური იქნება სხვადასხვა თუ ფილოსოფიაც ახსენეთ თქვენ ვერ ესე იგი ეზიარება ამ ჭეშმარიტებას მაშინ ვერც სიცოცხლის საზრისის მნიშვნელობას ამოხსნის ვერც ამ ქვეყანაზე ცხოვრების მნიშვნელობას. მოდი ესე მოკლედ ვიტყვი შემოშოლა და ადამიანი ამ ქვეყანაზე მოევლინა და იგი გარდაიცვლება გარკვეული პერიოდის მერე, მაგრამ სიცოცხლე არ მთავრდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ჩვენ წამსის სიმბოლოს არწმუნოების მე-11 წევრი შეგვაგონებს მოველი აღდგომა საკუთრეთი დასხოვრებასა მერმისა მის საუკუნესას ამინ. აი ამ ცხოვრების ხარისხი რაობა უნდა ვიცოდეთ და ამისთვის უნდა ვემზადოთ. სწორედ მოვლენილი ადამიანი ხორციელად ცისქვეშეთში, სწორედ ამ მიზნით უნდა ცხოვრობდეს და მშობლების ფუნქციაც სწორედ ეს გახლავთ, რომ ადამიანს ასწავლოს უფლისკენ სავალი გზა. მას აჩვენოს ამ ცხოვრებისეული, ესე იგი წარმავლობის და სწრაფ წარმავლობის წუთიერება და ასევე მარადისობისკენ გაახედოს. რა თქმა უნდა, ამას მარტო მშობელი ვერ მოახერხებს. ამისთვის არის საჭირო ოჯახი, ამისთვის არის საჭირო სკოლა, ამისთვის არის საჭირო ეკლესია, რაზეც დიდი პატრიარქი ილია მეორე ბრძანებდა. და ასე რომ სიცოცხლის საზრისი აქ დედამიწაზე ადამიანის განღმრთობისკენ სვლა გახლავთ და ეს ჯვრის ტვირთველობის გარეშე წარმოუდგენელი იქნება და ეს ცნობილია რომ ადამიანი უნდა გახდეს ღმერთი არა ბუნებითად, არამედ მადლის მიერ და იმ სიკეთეებს მიახლოს, რაც განიგულა უფალმა. ადამიანი ხო უბრალოდ ქმნილება არ არის, იგი არის გვირგვინი ქმნილებისა. და იგი ესე იგი სწორედ ღმერთთან ურთიერთობა დაიკარგა 1000 ეს დაიკარგა 60-ში, აი ამიტომ გახდა უკვე დღევანდელი მდგომარეობა ბევრისთვის გაურკვეველი, იმიტომ რომ ცოდვა ბატონობს ადამიანმა გული არ გაუხსნა უფალს. აი მინდა ასევე აუცილებლად თქვა რომ აი ადამიანი რომ მარადიულად ცხოვრობს, ეს ახალებიდანაც ვიცით ჩვენ რომ არ არის ესე იგი ღმერთი
მკვდართა, არამედ ცხოველთა და ღმერთისთვის ყველა ცოცხალია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე რომ ადამიანი რომ გარდაიცვლება, ის კი არ ქრება, მისი არსებობა კი არ წყდება, არამედ ეს არის ხორცელი სიკვდილი, რომელსაც შემდეგ მოსდევს მტრეთი და აღდგომა და მარადიული ცხოვრება. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. თუ მე სათანადოდ გავისარჩე სასუფეველიც ათა იძულების ბრძანებს უფალი. თუ ყოველივე იმისთვის გავაკეთე, რომ გოლგოთაზე ჩემი ჯვარი ამეტანა, ამისთვის სიყვარულით, მადლობით დავითმინე ყოველივე გასაჭირი და ბოროტებაზე სიკეთე მივაგე და ასე გავიხარჯე, ადამიანი უფალს აცხოვნებს და იგი ესე იგი მადლის მიერ ერთობაში იქნება უფალთან, დედაღვთისმშობელთან, ანგელოსთან, დასთან და ყველა წმინდანთან, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა გიორგით. აი ამ სიხარულის თანაზიერი გახდება. და ამ გზას ადამიანი აქვე ირჩევს. აქვე ირჩევს, იმიტომ რომ მას გონია რომ სიცოცხლე მთავრდება მისი გარდაცვალებით. ესე იგი, როდესაც ჩვენ სასულიერო პირები მართლმადიდებელ ადამიანს ვუგებთ წესს, როცა გარდაიცვლება, აი იკითხება ესეთი ისა, ჩვენ როგორც წარმართები კი არ ვართ უნუგეშონი. თითქოს აი წარმართების ლოყების ხოკნა და ძალიან აი გაუთავებელი გლოვა რაღაც შეიძლება ესე მართლმადიდებლად გავიგოთ, რომ ალბათ ქვეცნობიერად მათ იციან, რომ ისინი ჯოჯოხეთში მიდიან, საუსარი სატანჯოელია და ამას განიცდის. ესე არ არის, ესე არ განიცდის, მაგრამ ნამდვილად ესე, როდესაც ადამიანი არ მოიმუშაკებს სათანადოდ. თუმცა რაც არ უნდა მოინდომოს მას ღმერთის შეწევნის გარეშე ვერაფერს ვერ მოახერხებს, ამიტომაც როგორც კი დავიწყეთ ჩვენ, თუ ჩვენ რწმენის გარეშე, ღმერთის გარეშე გამიხილავთ რაიმე საკითხს, ვერაზუს ვერ ამოხსნით მას, ისე როგორც დიდმა პატრიარქმა ილიამ მეორემ ჩვენ დაგვიტოვა ასეთი საფიქრალი, რომ ჩვენ და კურთხევა, რომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანის მოვლენების სულიერი აღქმა და როგორ ვასწავლით სულიერ აღქმას, თუ წმენისკენ არ მიუთითებ, თუ ესე იგი სიყვარულის ნიშნულობაზე არ გავამახვილებთ ყურადღებას, თვითონ მამებძანა, რომ ადამიანს უნდა უყვარდეს უფალი, უყვარდეს სამშობლო და უყვარდეს უფალი უნდა უყვარდეს სამშობლო და ადამიანი. მამაბიძინა, აი ვიცით რომ უფლის წინაშე ყველა ცოცხალია, თქვენ ამის შესახებ საუბრობდით, მაგრამ როდესაც ადამიანი ისეთი მძიმე დანაკარგის წინაშე აღმოჩნდება, ვთქვათ ახლობელი გარდაეცვლება, ამ სიტყვების ესე გააზრება ცოცხლად ცოტა უჭირს და აი ესეთი მძიმე დანაკარგის დროს ზოგჯერ ადამიანი ამბობს ხოლმე, რომ აი ჩემო სიცოცხლე მაზრით დაკარგა. ის ვეღარ პოულობს სიცოცხლის საზრის. აი რას ეტყოდით ესეთ ადამიანებს? და რამდენად რთული მდგომარეობა არის სულიერი თვალსაზრისით ეს ქრისტიანისთვის? რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა სამნუგეშო სიტყვებს ვეტყოდი, რომ ამ ნუგეშის აი რეალურად სამნუგეშო სიტყვებმა ვერ აგნუგეშოს, მაგრამ მას ანუგეშებს უფალი. უფალთან უნდა მივიდეს. ისეთ უნდა ნახოს გზა უფლისკენ ლოცვით, უნდა ნახოს გზა უფლის სიტყვების აღსრულებით, უნდა მივიდეს ტაძარში, უნდა ჩაერთოს სატაძრო მსახურებაში. იცით, მე ხშირად მიყვარს ხოლმე ასეთი ფრაზის გამეორება, ეს ჩემი პირადი არ არის, მე მომეწონა ეს როცა ერთმა თეოლოგმა ბრძანა, რომ თუ ჩვენ მართლმადიდებლობას მოვაცილებთ ღვთის მსახურებას, ხელში არაფერი არ შეგვჭება. მავალმა რომ თქვას კიდეც როგორ არა, აი ჩვენ ბიბლიას ვწავლობთ, ვეცნობით წმინდა მამებს, იქ ჯულის კანონს გავეცანი, მაგრამ ღვთისმსახურების გარეშე, ანუ არც მონათლული ვარ, არც ნაზიარები ვარ, არც ესე იგი აღსარება მithქვამს, არც ვლოცულობ, ჩემი სიტყვით ვლოცულობ, ეს არ არის. ესე იგი საკმარისი, ესე იგი პირიქით სასუფეველი სათა იძულებს ეს ნიშნავს, რომ მთელი არსებით უნდა დაიხარჯო უფალი ჩვენ ლოცვისკენ მოგვიწოდებს, მარხვისკენ მოგვიწოდებს. როდესაც ჩვენ ამას არ ვასრულებთ, მაშინ უფალი არ გვიყვარს და უფალი არ გვიყვარს, მაშინ ვერც ესე იგი მასთან მადლის მიერ ერთობას. უფალი რა თქმა უნდა გვითმენს ჩვენ. აი როგორც ელოდა მეზვერეს და როგორც იქნა მოვიდა და გულში მჯიხს იცემდა. დიახ ეს იგავია, მაგრამ ჩვენ და მე არის მომართული ან უძღების შვილის იგავიცით. ელოდა და მოვიდა და ისევ იმ პირველ პატივში აღიყვანა. ანუ დაცემულ ადამიანს თუ იგი გამოსწორდება, უფალი მარადიულ სიცოცხლის თანაზიარს გახდის. აი ეს არის სწორედ ციცრა. როდესაც ადამიანმა იცის, რომ იგი არ კვდება, როდესაც ადამიანმა იცის, რომ მას აქვს ძალიან დიდი შანსი, რომ მარადიულად უფალთან იყოს, ეს უკვე დიდი სწორი გამარჯვება არ არის, ეს არის სწორი მიმართულება არის. უკვე ადამიანმა იცის, ამ წუთის სოფელში, რომელიც აი
წამიდა და ამთავრდება წუთი სოფელი, ამიტომაც ქვია, მაგრამ აი ეს მოლოდინი და სიხარულია, როგორც წამს ისმეთ ერთმანეთს მოველი აღდგომას ამიტომ ეს არ არის უბრალო მოლოდინი, არამედ ეს არის მოლოდინის საქმით აღსრულებული, ლოცვით აღსრულებული, კეთილის საქმეებით აღსრულებული, ეს არის ჯვრის მრთელობით, ბოროტებაზე კეთილის მიგებით და ასეთი ლამაზი ცხოვრებით. დიახ. და მამაბიძინა, ასევე აი თქვენ ისაუბრეთ რა არის სიცოცხლის აზრისი, აი ჭეშმარიტი დანიშნულება ადამიანისა, მაგრამ ზოგჯერ არასწორად გვესმის, ხო? ზოგჯერ ჩვენ სიცოცხლის აზრს ვეძიებთ კეთილდღეობაში, ბედნიერებასა და სიხარულში, რომელიც შესაძლებელია ჩვენთვის ბედნიერება და სიხარული ამ შემთხვევაში ნიშნავდეს რაღაც ცოდვით ცხოვრებას, ან არასწორ თქვათ აი ღვთისთვის არასათნო ცხოვრებას. და რაღაც გარკვეული ეტაპები ალბათ უნდა გაიაროს, ხომ ადამიანმა, სანამ ჭეშმარიტება შეიცნოს, მაგრამ აი ეს თვითონ ცნებების ესეთი არასწორი გაგება, რომ ჩვენ ბედნიერება, თავისუფლება, გვერება ნამდვილი ჭეშმარიტი სიხარულისგან და ბედნიერებისგან რამდენად გვიშლის ხელს იმაში, რომ სიცოცხლის აზრისი შევიცნოთ. რა თქმა უნდა, იცით, თქვენ მართალი ბრძანებით, რომ ცოდვის მონობა ვერ მიგიყვარს ჭეშმარიტებამდე. ეს ეგოცენტრიზმი, ეს არის ღვთისგან განშორება პირიქით. თავისუფლებას მოიპოვებ უფალში, უფალთან ერთობით. ვინმე მარიფიქროს, რომ ამით ადამიანს საზრუნავი ქვეყნიერებაზე არ უნდა ქონდეს პირიქით. რასაც ეიქმოდე გულითად იქმოდე ვითარცა ღვთისა. ისე რომ დავუშვათ ვარ სახელმწიფოს ხელმძღვანელი, ვარ ლექტორი, ვარ მუშა, მე ვენახე, ყველაფერს უნდა აკეთებდე, სწორედ უფალთან ერთობით, რომ შენს ცხოვრებაში უფალი არის წარმართველი. და ყოველივეს აკეთებ, დიახაც ვენახი უნდა გააშენო, დიახაც ოჯახი უნდა შექმნა, ან წახვიდე მონასტერში, მაგრამ ყველაფერს უნდა აკეთებდე სიყვარულით. ეხლა როგორი რთულია ხო ადამიანი წარუმატებელია დაუშვათ ასეთი შემთხვევაც, რომ ვარს მოწოს გოგონა იმან უთხრა ვარი და წავიდა მონასტერში. კი, ალბათ იქ მონახავს სწორ პასუხს, რომ მონასტერში იმიტომ არ მიდიან, რომ ვინმეს ვარი უთხრა, არამედ იმიტომ, რომ უფალს უფრო დაუახლოვდეს. ალბათ ეს გზაც მიიყვანს მას უფლამდე და ნამდვილად ესე არის. უფლისკენ სავალი გზა. მაგრამ თუ ჩვენ ამას ყოველივეს ეკლესიის მიღმა ვცდილობთ, ვერაფერს ვერ გავიგებთ, აბსოლუტურად კი. წარმოდგენები გვექნება, ჩვენი თეორიები გვექნება, რაღაც წარმოდგენები შეგვექმნება, აი გავიკითხავს უყველას, გვეგონება, რომ ჩვენ მართალი ვართ, მაგრამ ეს ესე არა, ჭეშმარიტება მხოლოდ უფალთან ერთობით განცხადდება შენში და შენს გარშემო დანარჩენ ადამიანებში. დიახ. და თუ ადამიანმა იცის, ვთქვათ, სწორად აქვს გააზრებული სიცოცხლის აზრისი, მაგრამ არაფერს არ აკეთებს, პირადი ღვაწლი არ აქვს. ესეც ისეთი რთული მდგომარეობა არის, ხო? მაშინ ამ საბოძვარს, რასაც სიცოცხლე ქვია, იგი განაკარებს. მას შეეძლო უდიდესი სიხარული განეცადა უფალთან ერთობით. და მან აირჩია სხვა გზა, ისე როგორც აი უძღებიშვილი ვახსენე, მამასთან ერთობით მას შეეძლო სიხარული, სულიერი სიხარული განიცადა და მამის გარეშე მან თითქმის ყველაფერი ვნება გამოცადა ამ ქვეყნიური. და მიხვდა, რომ ეს დამღუპელია მისთვის, არაფრის მომცემი არ არის. და ასე ძალიან ბევრი ადამიანი ხვდება და სხვათა შორის, აი თვითმკვლელობის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ აი სასოწარკვეთ, ანუ უფლის დავიწყება. დიახ. მე მახსოვს, დიდი პატრიარქი ილია მეორე ბრძანება, როდესაც ადამიანს აქვს გამოუვალი მდგომარეობა, მინიმუმ 2 გამოსავალი არსებობს, მაგრამ ეს სულიერი ადამიანისთვისაც. დიახ. აი ხა უცებ ვაჟა-ფშაველს ლექსი გამახსენდა, რამ შექმნა ადამიანად, რატომ არ მოველწვიმა და ანუ ეს სისტემა არის სიცოცხლის აზრისი და ადამიანის დანიშნულება, რომელიც არაერთ თქვათ წერალს თუ პოეტს თუ შემოქმედს აღელვებდა საუკუნეების განმავლობაში. მამაბიძინა, თქვენ საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ მუცლად ჩასახვის დღიდან უნდა ვიზრუნოთ ჩვენ შვილებზე. აი სიცოცხლის აზრისთან დაკავშირებით ბავშვებთან საუბარი, აი ამ თემაზე, თქვათ ამ თემის განმარტება, ქრისტიანული თვალთახედვა, აი ამ თემასთან დაკავშირებით. როდიდან შეიძლება ჩვენ შვილებს რომ მივაწოდოთ და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ თქვათ დავეხმაროთ მცირე ასაკიდან სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში და თქვათ ჩვენი საუბრებით თუ პირადი მაგალითით. ესეც მოგახსენებთ რომ ადამიანი, როდესაც ოჯახში იზრდება, ის აუცილებლად დადგება იმ ფაქტის წინაშე, რომ ოჯახის ახლობელი გარდაიცვალა. დავუშვათ, დიდი ბებია, დიდი ბაბუა,
ბავშვი ხედავს ამას, ხედავს როგორ იქცევა მშობლები, იქცევიან, რომ მოყავთ მღვდელი, სანთელი ანთია, ლოცვები იკითხება, სახარება იკითხება. ბავშვი ხდება რომ რაღაც მნიშვნელოვან მოვლენასთან აქვს საქმე. ის ამ წუთში ვერ ხდება რომ ის უფალთან მიდის, მაგრამ თუ შეეკითხება, ეტყვის დიახ ის უფალთან მიდის ახლა იქ, მარადილ სიცოცხლეში. და ის მისთვის დამთავრდა ამ ქვეყნიური ფიზიკური სატანჯველი და იქ უფალთან ელოდება ნეტარი მდგომარეობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი ამას გაიგებს ამას. მე მახსენდება ერთი შემთხვევა, რომ ერთმა შვილიშვილმა მის ბებიას, ასე იგი, გათხრილ საფლავში ვარდის ფურცლები ჩაუყარა. ხო, ეს კარგი მოვლენა, იცით რომ სადმე დასაკარგავში კი არ მიდის ეს ადამიანი. დიახაც ხორცი გაიხსნება, დიახაც სული სასუფევლისკენ მიდის. და მიღმო სამყაროში გადადი. დიახაც მას პირველი სამჟარო ელოდება მეორე მოცე დღეს და შემდეგ საშინელ სამჟაროს მოლოდინშია და ამას გავივლით ჩვენ ყველა. გარდა იმ ადამიანებისა, რომელიც უფლის მოსვლის ჟამს ცოცხლად მიეგებებიან მას. თუმცა საშინელ სამჟაროს ყველა გაივლის და ბავშვი ამ თავისი ქმედებით ხვდება რომ ვარდის ფურცლებს რო უფენს მის ბებიას. ამით ის კი არ სადმე ესეთი გაუცნობიერებელ გარემოებაში კი არ გადადის მის არამედ რაღაც კარგთან ასოცირდება თქვენთან ხვდებით რას ნიშნავს ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასე რომ როცა გაიზრდება უკვე შეიძლება ამაზე საუბარი აი ეტყვის შვილიშვილს ეს შვილს ეტყვის დედა რომ აი ჩვენი დიდი ბებია რო გარდა მოდი სანთელი დავიჭიროთ წაძერში წავიდეთ ის ბავშვი რომელიც არის მიმღები აუცილებლად არის მით უმეტე ადამიანი ბავშვი დროზე უნდა მოუნათლოს და დროზე რას ქვია უკვე მეორე მოსე დღეს უნდა მოინათლოს და ასე შემდეგ მანამდე შეიძლება რა თქმა უნდა ხო მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია აი შევეხები კიდევ ძალიან კარგი ფაქტი ჩვენმა დიდმა პატრიარქმა ელემეორე მრავალი სიკეთე დაგვიტოვა მათ შორის საყოველთაო ნათლობა და აი როგორ მიხარია რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ულწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ გააგრძელა ეს ტრადიცია და მე ვლოცავ ყველა ოჯახს და საქართველოს ესე იგი რამდენიმე ასეული თუ არა 700 ბავშვი მოინათლა და ეს არის ღვთისკენ აი უწოდების აღსრულება როგორც დიდმა პატრიარქმა ბრძანა ქართველმა ერთად ღვთისაკენ და არის ოჯახები სადაც უკვე ორი პატრიარქი ყავთ ნათლია ილია მეორე და შიო მესამე მომბიძნა გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრობდით და აი ძალიან ბევრი ადამიანისგან მოვისმინა ესეთი აზრი რომ პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებამ რაღაცნაირად გარდაცვალება მათ დაეხმარა იმის გაცნობიერებაში რომ უფლის წინაშე ყველა ცოცხალია იმდენად თქვა ცოცხალია ყავ პატრიარქ ილია მეორესთან ურთიერთობა აი თქვენ საფლავში ყვავილების ჩაყრა ახსენეთ და მის საფლავზე რა ხდება სიონის საპატრიარქო ტაძარში რამდენი მომლოცველი მოდის და აი თქვა როგორც ცოცხალთან მასთან ისე ურთიერთობა აი თვითონ ცხადი გახადა ეს სიტყვები რომ უფლის წინაშე ყველა ცოცხალია ლუკა მახარებლიდან ვიცით ჩვენ და წმინდა წერილიდან რომ რამე თუ ყოველნი მის წინაშე ცხოველ არიან ანუ ყოველი გარდაცვალება უფლის წინაშე და რა თქმა უნდა ჩვენი დიდი პატრიარქი ილია მეორე არ არის ოდენ ისტორიის კუთვნილება იგი 1000 ფევრის კვიდრია ეჭვს არ მეპარება და ამას თითოეული ადამიანი იზნობს ვინც მივა მის საფლავთან და შეივედრება სიყვარულით. დიახ. და კიდევ ერთხელ ბოლოს შემოჯამებლად სიცოცხლის აზრისთან ადამიანის დანიშნულებასთან დაკავშირებით ეკლესიის განმარტება ქრისტიანული თვალთახედვა და ამით შეგვიძლია რომ დავასრულოთ. აუცილებლად ყოველი დილა როცა ადამიანი გაიღვიძებს მადლობით უნდა დაიწყოს ღვთისადმი რომ გიცოცხალია და დღეს აქვს საშუალება კიდევ კეთილი საქმე გააკეთოს ლოცვა წაიკითხოს დაეხმაროს ადამიანს გამოასწოროს თავისი სოდები სიცოცხლეშივე უნდა მოემზადოს სიკვდილისთვის ანუ სიკვდილი არის კარიბჭე მარადილობაში გადადიხარ ასე რომ უფლის შემწეობით უფლის მეშვეობით ოდნავი ნაპერწკალიც რომ დაინახოს უფალმა შენ გულში საროს არ ჩაქრება თუ შენ თვითონ არ გაჯიუტდი, შენ თვითონ თუ არ დაიხშე გულის კარები, ინრექტე და გაანგეღო თქვენ, ითხოვდე და მოგეცეთ თქვენ იცით ეს უფლის შეგონება ასე რომ მადლობა უნდა შევწიროთ უფალს, რომ მოგვავლინა ამ ქვეყანაზე, გვანახა ხილული სამყაროს და ღირსი გავხადოს მარადიული ნეტარი უხილავი
მდგომარეობის ხილვისას. დიდი მადლობა მამა ბიძინა ესეთი საინტერესო საუბრისთვის. წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი დეკანოზი ბიძინა გუნია იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. ვაგრძელებთ გადაცემას. ახლა 7 გზის ლოცვის დრო არის. მოვისმინოთ ლოცვა 9 საათზე და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დიდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და.
ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან მოვლენიდან, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ეროვნული და სულიერი იდენტობა და სახელმწიფოებრივი განვითარება. Როგორ აღინიშნება საქართველოსთვის ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული თარიღი და რა როლი აქვს უდიდესი ქრისტიანული მემკვიდრეობის თანამედროვე გააზრება, სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ. შემოგვიერთდა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი დათუაშვილი, მაღალყოვლადუს სამღვდელოესი დანიელი, ასევე ბრძანდება საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი. მეუფე დანიელ, დაგლოცეთ, მოგესალმებით. მე ერთმა დაგლოცოთ, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს თქვენი ტელევიზიისა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, ძალიან გვიხარია თქვენი სტუმრობა. აი ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე გვინდა ვისაუბროთ 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით და ჩვენ ვიცით, რომ სწორედ მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება საპატრიარქოსი ხელმძღვანელობს იმ პროექტებს, რომელიც იუბილეს ფარგლებში გაიმართება და ამ პროექტებზე ჩვენ ბუნებრივია და აღნიშვნაზე, როგორ აღინიშნება საქართველოში ვისაუბრებთ. მანამდე მინდა გკითხოთ აი იუბილეს მნიშვნელობასთან დაკავშირებით. აი ამ აღნიშვნას და ერის გაერთიანებას 1700 წლის იუბილეს გარშემო რა მნიშვნელობა აქვს? 1700 წელი ეს არის თარიღი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორიაში არის უნიშნელოვანესი და უპირველესი. და რატომ? ანუ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. იმიტომ რომ შეიძლება ითქვას ეს არის თარიღი, რომელიც აერთიანებს წარსულს, აწყოს და მომავალს. ის რაც მოხდა 326 წელს საქართველოში, ეს იყო ნაყოფი არა მარტო პირველ საუკუნეში დაწყებული ქრისტიანობის ქრისტიანული ქადაგებისა, ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულების მიერ, არამედ ეს იყო ნაყოფი ქრისტიანობამდელი ქართველი ერის სულელობისა ჭეშმარიტებისაკენ. ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ დაკარგა სამოთხე, მეტნაკლებად რჩეული ადამიანები ინარჩუნებდნენ ჭეშმარიტი ღმერთის რწმენას, მაგრამ სულ უფრო და უფრო კაცობრიობის უმეტესი ნაწილი ცირდებოდა რწმენას და რწმენის შესახებ იქმნებოდა განსხვავებული და არასწორი წარმოდგენები, რომელსაც შემდეგ ჩვენ უწოდეთ წარმართული რწმენა წარმოდგენები. ეს იყო
ესე ვთქვათ, პოლითეისტური რელიგია, სადაც მრავალღმერთიანობა იყო და ბუნებრივია ეს აცილებდა ადამიანებს ჭეშმარიტ, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად აი ასეთი დაშორებისა, არსებობს ღვთისმეტყველებაში ესეთი ტერმინი სამოთხისებული მეხსიერება. ანუ ყველა ეს წარმართული რელიგია გარკვეულ თვალსაზრისით ცდილობდა, რომ აი ეს სამოთხისებული მეხსიერების საფუძველზე შეექმნა რაღაც ახალი და სადღაც ყველა ქვეყანაში და ყველა ერში მეტნაკლებად იყო ძიება ჭეშმარიტების. ამიტომ ძალიან საინტერესოა, რომ წარმართულ ქვეყნებში იყო მოძრაობა ესეთი ჭეშმარიტების ძიებისაკენ და იყვნენ ქვეყნები, რომელიც გამორჩეულად ეძიებდნენ ამ ჭეშმარიტებას. აი მაგალითად ბერძნულ სამყაროში ეს ანტიკური ფილოსოფია ძალიან ახლოს მივიდა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღიარებასთან. ფაქტიურად აი ზოგიერთი ღვთისმეტყველი სოკრატეს და პლატონს უწოდებს ქრისტიანობამდელ ქრისტიანს. და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველებიც იყვნენ ქრისტიანობანი. ქრისტიანები იმდენად წარმართობის მიუხედავად, ხო, ესე იგი, აქ რას ნიშნავს ეს, რომ აი მისი ვექტორი, ყოველ შემთხვევაში ჯანსაღი ნაწილის ვექტორი, იქ რასაკვირველია იყო რაღაცა არაჯანსაღი წარმართული ქმედებებიც, ხა ჩვენ ვიცით, რომ ბავშვების შეწირვა იყო და მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი გზა, ისევე როგორც აი ანტიკურ საბერძნეთში იყო პარალელურად რაღაცა აი ჭეშმარიტების ძიება, სათნოების ძიება და აი ამ ჭეშმარიტების და სათნოების ძიებით გამოირჩეოდა ქართველი ერი, ისე როგორც თქვათ ბერძნული სამყარო. და სწორედ ბერძნულ სამყაროში ყველაზე მეტად განვითარდა ქრისტიანობა, გავრცელდა და ძალიან დიდი ნაყოფი გამოიღო და ასევე საქართველოში. და აი სწორედ ეს სწრაფვა ჭეშმარიტ პირველ რიგში აისახა ქართველ ერში, ეს აისახა იმაში, რომ ცივილიზაციის ერთი უძველესი ერია და ცივილიზაციის გარიჟაზე მან უდიდესი, ასე ვთქვათ, ცივილიზაციური წვლილი შეიტანა კაცობრიობის ისტორიაში. არის ხორბლის, ესე იგი, ღვინის კულტურა, ხორბლის კულტურა, მედიცინა, მეტალურგია, ოქროს მოპოვება, ასევე ძალიან დიდი წვლილი შეიტანა კულტურაში. ეს იყო ქართული პოლიფონია ცნობილია. გამოირჩეოდა საოცარი ესეთი ღირსების, ასე ვთქვათ, დაცვის, საკუთარი ღირსების, სხვისი ადამიანის ღირსების დაცვის კულტურით, ესე იგი სამართლიანობით, სიმამაცით, სამშობლოსათვის თავგანწირვით და კიდევ ერთი, აი ყველაზე მე ვფიქრობ, გამორჩეული თვისება მსოფლიოს ყველა ხალხებს შორის ეს იყო შემწყნარებლობა. ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე წარმართულ სამყაროში საერთოდ შემწყნარებლობა წარმოუდგენელი რაღაცა იყო, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, აი შურის ძიება, სუსტის ძლიერის მიერ ბოროტის სუსტის დაჩაგრვა ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, ნორმა იყო და აი ქართველ ერში ეს არ იყო. ამიტომ აქ ქართველი უცხოელები, არაქართველები, არა ვთქვათ იგივე აღსარებლობის წარმომადგენლები, ვთქვათ, თავს კარგად ზნობდნენ და აი პატრიარქი ილია მეორე ხშირად ბრძანებდა, რომ შემთხვევით არ იყო, რომ ის ხალენი იყო ჩამოტანილი საქართველოში. მათ იცოდნენ, რომ საქართველოში ამ სიწმინდეს საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, აი ეს თვისებები გახდა საფუძველი იმისა, რომ არა მარტო პირველივე საუკუნეში ღვთის განგებით იყო ნაქადაგები ქრისტიანობა, არამედ უფალმა ეს ქვეყანა ჩააბარა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ შენ არა მარტო დიდი წყალობა მიიღე, არამედ ეს ნიშნავს ძალიან დიდ პასუხისგებლობას. პირდაპირ წერია სახარებაში, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება და რატო მოგვეცა? იმიტომ რომ დაინახა უფალმა, რომ ამ ერის ისტორიაში და იცოდა უпроსწორედ ხედავდა და იცოდა, რომ ეს ერი ისწრაფვის ჭეშმარიტებისაკენ, ისწრაფვის სათნოებისაკენ. და იგი მზად არის, რომ ქრისტიანულ სამყაროში თავისი დიდი მისია შეასრულოს და აი იწყება რასაკვირველია პირველ საუკუნეში ჩვენი გაქრისტიანება
და იყო ასეთი მოსაზრება, რომ თითქოს ანდრიას ქადაგების მერე ისევ შესუსტდა ქრისტიანობა საქართველოში. არის ასეთი მოსაზრება, თუმცა სინამდვილეში ესე არ არის. პირიქით ქრისტიანობა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ოღონდ განსხვავებით რომის იმპერიისაგან, სადაც ასევე პირველივე საუკუნიდან ქრისტეს ეკლესიები დაფუძნდა, აქ არ იყო დევნა. აი ეს არის ძალიან საინტერესო ფაქტი, რომ ქართველი, ასე ვთქვათ, წარმართი ხელმწიფეები არ დევნიდნენ. არსებობს ეს საოცარი ისტორია, რომ პირველი შემოსვლა ანდრიასი აჭარაში, ქადაგება და პირველი ქრისტიანების, ასე ვთქვათ, ნათლობის შემდეგ მეფე მაშინ იმ დროინ ვინც იყო, ასე ვთქვათ, საქართველოს მეფე განრისხდა, რომ აი მის სამეფოში რაღაც დაიწყო რაღაცა არაოფიციალური, არასახელმწიფოებრივი რელიგიის რაღაც გავრცელება. და რაღაც გარკვეული, ესე ვთქვათ, რეპრესიების ცადა. მაგრამ მოხდა საოცრება. თვითონ ამ ადამიანების ნაცავებმა, ვინც მიიღო ქრისტიანობა, რომლებიც დარჩენ ჯერ კიდევ წარმართები, დაიფარეს ისინი. ანუ არ მისცეს საშუალება, რომ ეს რეპრესიები ყოფილიყო და ეს რეპრესიები იმის მერე აღარ ყოფილა საქართველოს ისტორიაში და რაც შეეხება რომის იმპერიას, აქ ხო ვიცით როგორი ცეცხლი და מחვილით, ესე იგი, არა ძალიან მძიმე იყო ეს და აი ამან ერთი საოცრებაა ერთი მხრივ, რომ ეკლესია ძლიერდება დევნის დროს. და ამან ძალიან მოასუსტა გაძლიერა, არა, ჩვენ შემთხვევაში კი არ მოასუსტა, გაძლიერა ქრისტიანობა რომის იმპერიაში, ანუ გახადა იგი უფრო, ასე ვთქვათ, ისტორიულად ძალიან ცნობილი, აქ ჩუმად მიმდინარეობდა. აქ მაინც ძლიერდებოდა ქრისტიანობა, მაგრამ არ იყო ეს ასეთი ისტორია, არ იწერებოდა, რასაც ქვია ეს მოწამეობისთვის თავდადების მაგალითები და ამიტომ ბევრი დოკუმენტი და ფაქტი შეიძლება ისტორიული არ გქონდეს ამასთან დაკავშირებით. არა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეხლა თანამედროვე ისტორიკოსები და მკვლევარები ნახულობენ ფაქტებს, რომ აი სწორედ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე არაერთი მთავარი, არაერთი დიდებული და უბრალო ხალხიც როგორ გამოხატავდნენ აი ამ, ესე იგი, ინტერესს, ასე ვთქვათ, ქრისტიანობისადმი და ლოიალურები იყვნენ. აი ერთადერთი აი რეალური წამება ქრისტიანობამდე პერიოდში იყო კოლაერთა ყრმათა წამება. ერთადერთი შემთხვევა იყო. აი ეს დარჩა. ხო, აი ასეთი კიდე რო ყოფილიყო, ესე იგი ეს ყველაფერი დარჩებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტიანობა შესუსტდა. ქრისტიანობა ვითარდებოდა და საიდან ჩანს, რომ ქრისტიანობა უკვე ქრისტიანობისთვის ერი მზად იყო. როდესაც უფალმა ინება და ღვთისმშობელმა გამოაგზავნა წმინდა ნინო, ერი უკვე მზად იყო ამისთვის. მართალია მეფე მირიანი სასწაული მოუხდინა ღმერთმა, მან იწამა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, მაგრამ ერი თავისი ნებით მოვიდა მოსანათლად. ერი სიყვარულით, სიხარულით, ანუ მზაობა იყო ერში. ერში არ ყოფილა და ზუსტად საიდან ჩანს, რომ არ ყოფილა. სადაც იყო ეს მთიან რეგიონში, ის დაფიქსირდა, რომ იყო წინააღმდეგი. მაგრამ ეს იყო მცირედი. ანუ უმრავლესობა მოვიდა წმენით და ამიტომ მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველივე საუკუნიდან ვითარდებოდა და მას ჰქონდა რაღაცა აი ძალიან საინტერესო ესეთი სწრაფვა ციტრისკენ ეს არ იყო მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცხადდა სახელმწიფო რელიგია და ნუ უნდა დაემორჩილო, რასაც გეტყვის წარმართული ღვთაებები რო იცვლებოდა, ნუ ხალხიც აღიარებდა იმ ღვთაებას, რომელიც ახალი ღვთაება იყო. და ეს ამიტომ არ იყო. ეს იყო შინაგანი მზაობა, შინაგანი მოთხოვნილება ქართველი ერისა და ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ეს გამოჩნდა მას შემდეგ, როდესაც მე ქრისტიანობას მრავალი განსაცდელი შეხვდა და ერი ბოლომდე ერთგული დარჩა ამ სარწმუნოების. დიახ. მე უკვე დანიელ, აი თქვენ ძალიან საინტერესოდ მიმოიხილეთ ის წინაპირობები ქრისტიანული საზოგადოებრივი, რაც საფუძვლად დაედო უკვე მე-4 საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას და აი ვიცით რომ აი ამ მოვლენამ უკვე ძალიან ბევრი რამ შეცვალა, მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ბედი. აი მთავარი აქცენტები თქვათ, რა შეიცვალა საზოგადოებრივი, კულტურული, პოლიტიკური მიმართულებით, ამაზეც რომ ვისაუბროთ.
პირველ რიგში ჩვენ თქვით რომ აი ერი მოინათლა ნებაყოფლობით და ეს რას ნიშნავს რომ ყოველი ადამიანის ნათლობა ეს არის ადამიანის სიკვდილიდან სიცოცხლეში დაბრუნება, იმიტომ რომ სული წმინდის მადლის გარეშე ადამიანის სული მკვდარია. ღმერთია წყარო სიცოცხლისა, ღვთაებრივ სულთან შეერთებული ადამიანი იყო ცოცხალი, ღვთაებრივ სულთან გაწყვეტილი კავშირის შემდეგ ადამიანის სული და კაცობრიობა იყო მკვდარი. ქრისტემ მოგვიტანა ეს განახლება სიცოცხლისა, ამიტომ ყოველი ნათლობა არის აღდგომა. ერთით აღდგომა, სულიერი სიკვდილისაგან სულიერ სიცოცხლეში დაბრუნება და თუ ერთი ადამიანის ნათლობა არის აღდგომა, ერის ნათლობა არის ერის აღდგომა. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამაზე დიდი მოვლენა საქართველოს ისტორიაში არ მოხდარა და ვერც მოხდება, ეს არის აღდგომა, ჩვენი დაბრუნება ჭეშმარიტ ღმერთთან, ჩვენი დაბრუნება სასუფეველში, სასუფეველის გზაზე. მთელი ჩვენი ისტორია იყო ამის შენარჩუნება. ამას ვინარჩუნებდი და ამისთვის სიცოცხლე გავწირე და საოცრად ამბობს ამას წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე, რომ ქრისტე ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. აი ეს არის პირველი, რაც ესე იგი ჩვენ მივიღეთ ამ მოქცევით, ქართლის მოქცევით, საბოლოო ესე ვთქვათ დაგვირგვინებით ამ მოქცევის პროცესის, რომელიც პირველ საუკუნეში დაიწყო და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი ის რაც თავშივე ვახსენეთ, რომ ღვთისმშობლის წილთომილობა არის უდიდესი პასუხისგებლობა და შესაბამისად ღვთისმშობელი თავად ბრძანდება ესე იგი უპატიოსნესი ქერუბიმთა და უაღმატებულესი ქერუბიმთა. ანუ ზეციურ ძალებზე, ზეცაში ღმერთის შემდეგ ყველაზე დიდი არსება, რომელსაც ჩვენ მეოხებას კი არ ვთხოვთ ღვთის წინაშე, პირდაპირ ვთხოვთ, რომ გვაცხოვნე. ყოველ წმინდა ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნე. და ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი არის სრულყოფილების, ადამიანური სრულყოფილების უმაღლესი ხარისხის მატარებელი და შესაბამისად მისი ფარველობის ქვეშ ყოფი ერიც აი ამ ნიშნისკენ, ამ სრულყოფილების უმაღლესი ხარისხისკენ უნდა ისწრაფოდეს. და საოცარი ის არის, რომ ეს ერი ისწრაფვის. პირველ ჯერ კიდევ მე ვთქვი, რომ ქრისტიანობამდე იყო ეს სწრაფვა რაღაც ჭეშმარიტებისაკენ, სათნოებისაკენ და როდესაც მან ეს მიიღო, ეს სწრაფვა, ესე იგი, გახდა აბსოლუტური და განშვალა ყველა სფერო ჩვენი ცხოვრებისა. არა მარტო რელიგიური სულიერება, ასე ვთქვათ, წმინდა ასკეტური ცხოვრება, სათნოება, არამედ კულტურა, სახელმწიფოებრივი აზროვნება. და ამის, ასე ვთქვათ, ეტაპობრივად ხდებოდა ამის განვითარება, ჩვენ ვიცით იყო ესე იგი ვახტანგ გორგასალი, იყვნენ ასურელი მამები, გრიგოლ ხანძთელი, ათონელი მამები და აი თუ შეიძლება ეს სრულყოფის პროცესი აი მართლაც დაგვირგვინდა ოქროს ხანით. სადაც ჩვენ ვიხილეთ ეს ერის წმინდა ერი ვიხილეთ. წმინდა ერი, რომელიც შესახებაც მემატიანე წერს დავით აღმაშენებლის, რომ დავით აღმაშენებელმა ეშმაკსო ერი გამოსტაცაო. ანუ მთელი ერი ესე იგი იყო უკვე სულიერ გზაზე იდგა და კიდევ ერთი საოცარი ნიშანი სიწმინდისა, ერის სიწმინდისა, რომ ქართულ ჯარშიო ბილდ სიტყვაობას ვერ გაიგონებდით, ესე იგი რა დონეზე იყო ზნეობა და აი ეს მიუხედავად იმისა, რომ ოქროს ხანის შემდეგ დაიწყო გარკვეული ესე ვთქვათ განსაცდელები და ესეც უფლის დაშვებით იყო, ესეც იყო გამოცდა ჩვენი ერისა. მიუხედავად ამისა, აი ეს სწრაფვა სრულყოფილებისაგან სულ იყო. სწრაფვა თავისუფლებისაგან, იმიტომ რომ მუდამ იყო ცდილობა რომ დავემყარით და აი ეს ესეთი დაუმონებელი სული და ამ გაჭირებულ ერს შეეძლო თავისი მტერი შეეწყნარებინა. ეს მტერი, რომელიც მას სისხლს, ასე ვთქვათ, სისხლიდან იცლებოდა, ასე ვთქვათ, ანადგურებდა, აჩანაგებდა, აი გაჭირებაში რომ ნახავდა, წაქცეულს რომ ნახავდა, ესე იგი ქრისტიანობის უდიდესი გამოვლენა. ეს არის გიყვარდეს მტერი შენ. ამას მიაღწია ქართველმა ერმა და არა მარტო ოქროს ხანაში, აი მე-20 საუკუნეშიც კი, როდესაც ჩვენ ძალიან ვიყავით და მაშინაც იყო ეს სათნოებები. თუმცა რასაკვირველია, ეს სათნოებები მეტად დასუსტდა საუკუნეების განმავლობაში და მე-19 და მე-20 საუკუნეში და
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც დაიწყო შემოbrunება ჭეშმარიტი სარწმუნო და ეს დაევალა ღვთისგანგებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, მან დაიწყო ეს აღორძინება და ფაქტიურად ძალიან ხშირად ჩვენ მოგვისმენი ასეთ შეფასება, რომ დაიწყო ქართლის მეორედ მოქცევა. და აი ჩვენ ვიხილეთ ქართლის მეორედ მოქცევის დაწყებაც და ვიხილეთ მისი დაგვირგვინებაც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ გამთლიანებული სიყვარულით, მადლიერებით გამთლიანებული ქართველიერი და ფაქტიურად საოცრებაა რომ ჩვენ აღვნიშნავთ 1700 წლის თავს ქართლის სულიერი აღდგომის დღესასწაულს, მისი სიყვარულში და ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გამთლიანების დღესასწაულს და ჩვენ ხედავთ რომ ამავე წელს ჩვენ ვიხილეთ მეორე აღდგომა ქართლის, რომელიც მოწყვეტილი იყო აი ამ ჭეშმარიტებას, ფაქტიურად განადგურების პირას იყო ჩვენი სარწმუნება და აი ესეთი წელი გვაქვს ჩვენ, განსაკუთრებული წელი გვაქვს და ისევ მინდა თქვა რომ ქართველი ადამიანი მზად არის რომ სწრაფად აღიდგინოს ეს ჩვენ მართალია ჯერ კიდევ ყველა ვერ დაუბრუნდა დედა ეკლესიის წიაღს და ეს არ არის ადვილი, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ თულ ეპოქაში. როდესაც გარდა იმისა, რომ მრავალი გამოწვევებია, ეს არის დაწინასწარმეტყველები, რომ მეორედ მოსვლის წინ რწმენა ფაქტიურად ძალიან იშვიათი იქნება, იშვიათი გამოვლინება იქნება, მაგრამ არის ასევე წინასწარმეტყველება, რომ სწორედ იქნება ოაზისები და ერთ-ერთი უდიდესი ოაზისი იქნება ივერია. რომელიც მიაღწევს ისევ ძალიან დიდ სრულყოფას და ჩვენ ხედავთ რომ ეს პროცესი დაიწყო პატრიარქმა თავისი გარდაცვალებით კიდევ ერთი ესე ვთქვათ ბეჭედი დაუსვა იმას რომ ერი აი ამ სულიერ თვალსაზრისით არის მზად გამთლიანებისკენ და ეხლა ჩვენ მივდივართ ამაღლებისაკენ. აღდგომა, მეორე აღდგომა ვიხილეთ და მივდივართ ამაღლებისაკენ და რასაკვირველია ქართველებში არის განცდა, რომ ეს პროცესი გაგრძელდა, არ შეწყდა პატრიარქის ჩვენგან წასვლამ, არ შეუშალა ხელი ამ პროცესის გაგრძელებას. ეს რასაკვირველია პირველ რიგში მისი უწმინდესობის დამსახურებაა, მან შეძლო დაეტოვებინა ისეთი მემკვიდრეობა, რომელმაც გაუძლო ყველანაირ სირთულეს და უძლებს და იმედია ბოლომდე გაუძლებს და აგრძელებს და ეს არის დამსახურება რასაკვირველია მისი შვილებისა სასულიერო დასისა, მრევლისა და რასაკვირველია პირველ რიგში ჩვენი კათოლიკოს პატრიარქისა შიო მესამისა, რომელმაც ასე ღირსეულად გადაიბარა ეს და შეძლო რომ ესე ვთქვათ აი ეს გაეგრძელებინა არ ყოფილიყო არანაირი წყვეტა, ესე ვთქვათ იმ გზისა, რომელიც არის და ეს თქვენ აღნიშნეთ კიდეც რომ ილიას სულის გამგრძელებელი. ილიას სულის გამგრძელებელი ბრძანდება ჩვენი პატრიარქი და ახლა რა მინდა ვთქვა რომ აი ეს ყველაფერი ხდება წელს, აი ესეთი ცვლილებები, ესეთი თან რაღაცა დიდი იმედის მომცემი, ასე ვთქვათ, გაგრძელება დაწყებული პროცესისა. მე კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა, რომ პატრიარქმა მიაღწია ქართველიერის სულიერ აღდგომას მეორედ უკვე და ეს წელი არის ორი აღდგომის წელი და ეს პროცესი გრძელდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ესეთ ამაღლებულ მდგომარეობაში აი თითქოს ღვთის განგებაა, რომ ჩვენ გვაქვს წელი, რომელსაც შეუძლია ჩვენ ხელი შეუწყოს ამ სულიერ ამაღლებას და რატომ? იმიტომ რომ წმინდა ილია მართალი ბრძანებდა რომ ერის გათახსირებაო იწყება იმით რომ ის ისტორიას ივიწყებსო და ჩვენ არ უნდა დაგვევიწყდეს ერთი რამ რომ ჩვენ კი ქართველ ერს კი ახსოვს თავისი ისტორია, მაგრამ ისტორიის ხსოვნა ასეთი ზოგადი რომ ყავდა თქვათ დავით აღმაშენებელი, თამარი, ქეთევან-წამებული და ასე შემდეგ, ეს ჯერ კიდევ არ არის ისტორიული გამოცდილების ცოდნა. და ბევრი რამ ჩვენ უნდა გავიხსენოთ და ბევრი რამ ჩვენ უნდა რასაკვირველია კიდევ გარდა იმისა რომ უნდა გავიხსენოთ თანამედროვეობას უნდა მოერგოს ის ჩვენი გამოცდილება მექანიკურად გადმოტანა იმისა რაც იყო წარსულში არათუ სარგებლობას არ მოუტანს და აზიანებს ასევე არ გამოცდილების არ გამოყენებას დაგვაზიანებს. ამიტომ ჩვენ ახლა ორი საფრთხის წინაშე ვართ. ერთი რომ სათანადოდ არ ვიცით ჩვენი ისტორიული გამოცდილება და ვერ ვიყენებთ მას და მეორე რომ არ ვიცით როგორ მოვარგოთ? არ ვიცით როგორ მოვაგოთ თანამედროვეობას და ამას ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება და აი სწორედ ილია მეორის სურვილი იყო
და მისი კურთხევით შექმნილმა საიუბილეო კომისიამ კიდევაც მოუწოდა ქართველებს, რომ 1700 წლის თავის აღნიშვნა ეს უნდა იყოს ჩვენი სულიერი და ეროვნული ღირებულებების კიდევ ერთხელ გახსენების, გააზრების, გათავისების წელი, რომ ჩვენ ამ მიზნით უნდა გავერთიანდეთ. ერთი რამ არის აღსანიშნავი, ჩვენ დამოუკიდებლობა აღვადგინეთ 35 წელი არის წელს უკვე დამოუკიდებლობის აღდგენიდან, მაგრამ ძალიან რთულ პირობებში აღვადგინეთ. აი ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის აპოსტასიის პერიოდი, ნიშნავს სიტყვა აპოსტასია სარწმუნოებისგან განდგომილება, შემოდის 1000 სწავლება, რომელიც შეიძლება ითქვას არა მარტო განსხვავებულია ქრისტიანული სოფხედელობის, ხშირად უპირისპირდება, ხშირად გამორიცხავს მის საჭიროებას თანამედროვე მსოფლიოში და ეხლა ჩვენ გვიწევს ინტეგრაცია თანამედროვე მსოფლიოსთან. და აი როგორ მივიღოთ იქიდან რაც კარგია და ნამდვილად არის უამრავი სიკეთე თანამედროვე მსოფლიოში და ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება იყოს რაღაც სიკეთე, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ და არ მივიღოთ ის, რაც ჩვენს თვითყოფადობას დააზიანებს. შეიძლება ძალიან ხელი შეუწყოს გარკვეულმა ურთიერთობებმა, პოლიტიკურ, ეკონომიკურ განვითარებას, მაგრამ თუ ის სულს დააზიანებს, მაშინ მაგას ფასი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ თუ ჩვენი ესე ვთქვათ, თვითყოფადობა არ გავაგრძელეთ, არ აღვადგინეთ უпроსორეთ და მე არ გავაგრძელეთ, შეუძლებელია რომ ეს ქვეყანა ამ ქვეყანამ განვითარებას მიაღწიოს. წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე ბრძანებდა, რომ ჩვენი პრობლემაა მე-19 საუკუნეში. კი, რასაკვირველია, გარეშე მტერი პრობლემა იყო მთავარი, მაგრამ მაინც შიგნით არის, რომ გარეშე მტერი ვერ დაგიპყრობს. ჩვენ ერთიანები. თუ ჩვენი ვინაობა ვიცით და თუ ვინაობა ვიცით ერთიანი ვართ, თუ ვინაობა არ ვიცით დაშლილი ვართ და პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენი ესე იგი გადარჩენა დაცემული ვინაობის აღდგენაშია და აი ხა ზუსტად ჩვენ 35 წელი ვცდილობდით რომ პოლიტიკურად, ეკონომიკურად გავძლიერებულიყავით, რომ გადარჩენილიყავით, იმიტომ რომ ძალიან ძიმე პირობებში იყო და სწორი იყო ეს, მაგრამ აი თვითყოფადობის გათვალისწინების გარეშე ამან შეიძლება დაგვაზიანოს და ეს ბოლო წლებში თანდათან საზოგადოება ამასთან მივიდა, ხელისუფლებაც მივიდა, ეკლესიამაც ხელი შეუწყო და აი ვხედავთ რომ ამ ღირებულებებთან დაბრუნების თემა გახდა აქტუალური და აი ეს წელი არის არაჩვეულებრივი საშუალება რომ ჩვენ დავიწყოთ პარალელურად იმ სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური პრობლემების მოგვარების პარალელურად არანაკლებად ზრუნვა აი ამ სულიერი ღირებულებების გააზრებაზე, გაცნობიერებაზე და გათავისებაზე, რომ ეს აღდგეს ჩვენი ცხოვრების წესში. ერთი თავარი, რაც აი თანამ ქართულ თვითყოფადობასთვის სასიცოცხლო აუცილებლობა, ეს არის მისი ქრისტიანული ცნობიერება და ცხოვრების წესი და ეს სხვა არაფერია თუ არა სინერგიული ცნობიერება, როცა ადამიანი ღვთის გარეშე არ ფიქრობს რაიმე შექმნას და აი ეს არის მის ცხოვრების წესში. ეს სამწუხაროდ თანამედროვე მსოფლიოში უკვე ძალიან, ესე ვთქვათ, დაშორებულია. არის ამის საპირისპირო ტერმინი არის სეკულარული ცნობიერება და აი ზუსტად სინერგიულ ცნობიერებასთან და ცხოვრების წესთან დაბრუნება არის ამოცანა ქართველების და აი ამ წელს შეიძლება ჩვენ ეს დავიწყოთ. დიახ, მე უკიდანიელ ასევე გვინდა ვისაუბროთ იმ ღონისძიებებზეც, რომელიც აი იუბილესთან დაკავშირებით წლის განმავლობაში არის. დაგეგმილი თქვენ აღნიშნეთ, რომ კომისია შეიქმნა, კომისიები, როგორც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, ასევე სახელმწიფოში და ეს კომისიები ჯერ კიდევ პატრიარქ ილია მეორის სიცოცხლეში შეიქმნა, მისიისა და ევანგელიზაციის ესე იგი განყოფილება, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, უშუალოდ კურირებს აი ამ ღონისძიებებს, პროექტებს, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ყოლია სტუმრები, აი ამ მომლოცველობით გზებთან დაკავშირებით, სხვა პროექტებთან დაკავშირებით, რაც იუბილეს ფარგლებში გაიმართება და ამ შემთხვევაში თქვენ რა თქმა უნდა მინდა გთხოვოთ, რომ პროექტებზე ზოგადად ისაუბროთ, მაგრამ აი მომლოცველობით გზებზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება, ჯერ კიდევ 35 წლის წინ თქვენ დაგევალათ პატრიარქ ილია მეორის მიერ წმინდა ნინოს გზა და ვიცით რომ სწორედ წმინდა ნინოს უკავშირდება საქართველოს ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადება და პატრიარქი რამ ხელამნიშნულობას ანიჭებდა ჯავახეთს და ფოლკას, სადაც ჩაეწერა კიდეც თავისი მოღვაწეობის დასაწყისში. აი ამ მომლოცველობითი გზების მნიშვნელობაზე რომ გვესაუბროთ და ზოგადად აი ამ იუბილეს აღნიშვნის მასშტაბურობაზე. უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ საიუბილეო კომისია ჯერ შეიქმნა საპატრიარქოში, შემდეგ სახელმწიფო კომისიად შეიქმნა. ამ კომისიებს შორის არის თანამშრომლობა და
გასაკვირველია, ჩვენ გვიხარია, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ აი ამ ღირებულებების აღორძინებას შეუწყოს ხელი. და აი შეიძლება ითქვას, რომ არის ორი განსაკუთრებულად გამორჩეული პროექტი. მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილებას პირველივე საერთოდ მინდა ვთქვა, რომ მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება შეიქმნა მას შემდეგ, რაც პატრიარქის კურთხევით სამჯერ მოეწყო მოგზაურობა წმინდა ნინოს ნაკვალებზე. აი ამ მოგზაურობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება პატრიარქმა, ეს იყო ფაქტიურად მომლოცველობითი, მაგრამ ამავე დროს მისიონერული. იმიტომ რომ ეს ის დრო არის, როდესაც საბჭოთა კავშირში საბჭოთა კავშირის პერიოდი, ათეისტური პერიოდია და აი უზარმაზარ რეგიონებში შეიძლება ერთი ტაძარი და ერთი მოძღვარი იყოს და ასეთი მოგზაურობას ჰქონდა მისია, რომ შეხვედროდა მოსახლეობას, იქ დაერიგებინა ბროშურები, ხატები, ესაუბრათ, ჩაეტარებინათ სხვადასხვა ღვთისმსახურება და ამან ძალიან დიდი ნაყოფი გამოიღო და ეს გაგრძელდა და გრძელდება დღემდე. და იყო აი პატრიარქის კურთხევით ორჯერ ჩატარდა მოგზაურობა სრულიად საქართველოს მასშტაბით, ფეხით, როდესაც ერთი მოგზაურობა დაიწყო ანდრია პირველწოდებულის ნაკვალევზე, აჭარიდან, მეორე დაიწყო წმინდა ნინოს, ნუ როგორც იწყებოდა ხოლმე წმინდა ნინოს ნაკვალევზე ჯავახეთიდან და შემდეგ ამ ცხეთაში ჩასულმა ამ მსვლელობამ ორი მარშრუტი, ესე ვთქვათ, გააგრძელა ორი მიმართულებით, ეს იყო აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს გზა დაერქვა წმინდა ნინოს გზა, დასავლეთ საქართველოს ანდრიას გზა. წელს რადგანაც ჩვენ საქართველოს გაქრისტიანების, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავთ, გადაწყდა რომ ამ გზას ეწოდოს ორივე გზას, ორივე მარშრუტს საქართველოს გაქრისტიანების გზა და წელსაც ეს დაიწყო 12 მაისს ანდრიას შემოსვლის დღეს აჭარიდან და ნუ 1 ივნისს დაიწყო ჯავახეთიდან, ფოკის მონასტრიდან, მამათა მონასტრიდან, ფარავნის ტბიდან და ეს გაგრძელდება 6 თვის მანძილზე. ამაში მონაწილეობს ყველა ეპარქიის, ესე ვთქვათ, წარმომადგენელი, სამღვდელოება და მრევლი, როგორც ეპარქიები არა მარტო მასპინძლობენ შემოსულ მომლოცველებს, არამედ თვითონაც არიან შემდეგ თვითონ შედიან სხვა ეპარქიებში, ანუ ყველა ეპარქია ერთმანეთთან მიდის, ასე ვთქვათ, აი მომლოცველობითი მოგზაურობით და ამ დროს ესე იგი ხდება, როგორც უკვე ვთქვი, ტრადიციულად რაც ხდებოდა შეხვედრა მოსახლეობასთან, ბროშურების დარიგება, ხატების დარიგება, თვითონ პატრიარქის კურთხევით აი ამ მომლოცველებს ეწოდათ მახარებლები და არიან 1700 წლის თავის მახარებლები პატრიარქმა ბრძანა ერთ-ერთ თავის გადაგებაში ასეთი ცხოვრობას 13 ივლისს რომ უნდა გავხდეთ მახარებლები და ადამიანებს კეთილი სიტყვა უნდა უთხრათ, გავახაროთ და ერთი ჩვენ გაგვახარებს და აი ეს მახარებლების რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ უწმინდეს სურდა რომ ესეთი მოძრაობა ჩამოყალიბებული იყო და აი მის პირველი ნაბიჯები ახლა იწყება მახარებლების მას სურდა რომ რაღაც შესამოსელიც კი შექმნილიყო და ჯერჯერობით შესამოსელი არ შეგვექმნია, მაგრამ თავსაბურავები შეიქმნა, რომელთაც ეს ჩვენი ასე ვთქვათ მომლოცველები დადიან და მახარებლები ეწოდებათ და ეს გაგრძელდება ნოემბრის თვის ჩათვლით და ამ შეხვედრების დროს ხდება ფილმების ჩვენება. ეს არის არა ძალიან საინტერესო ფილმი გურამ ქართველიშვილის ეს არის ანდრიას შემოსვლა საქართველოში, მცირე ხატრული ფილმი, შემეცნებით. ხატრული ფილმია, ესე ვთქვათ 9 წუთიანი, მოკლე ძალიან. არის კიდევ 15 წუთიანი უფლის კვართის შესახებ, რომელსაც ქვია უსასურველესი ყოველთა სასურველთა და ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმია, აი როგორ შემოვიდა კვართი, როგორ შემოვიდა ქრისტიანობა და როგორ გამოცხადდა სახელმწიფო რელიგია. და არის ერთი ძალიან კარგი ფილმი ჩვენ ვეძებდით ამ ფილმებს, თქვენს დაგვეხმარეთ მოძიებაში და ამ ძებნაში ძალიან ბევრი ფილმია პატრიარქზე და აღმოაჩინეთ ფილმი, სადაც სულ უწმინდესია, თვითონ ყვება თავის შესახებ და ამიტომ ეს ფილმი არის ახლა მოგზაურობაში და რაღაც დიდ სიხარულს იწვევს ჩვენს მოსახლეობაში. მინდა გითხრა აღნიშნო ის, რომ ასეთივე მოგზაურობა, ოღონდ არაფეხით ბუნებრივია, ეწყობა უკვე ქართულ დიასპორებში, პირველ რიგში ევროპაში და შემდეგ შემოდგომაზე იქნება ამერიკაში. საინტერესოა. და დაწყებულია უკვე ეს მოგზაურობა
დაიწყო ეს დასავლეთ ევროპის ეპარქიიდან, ეხლა გადადიან ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში, მერე გერმანიისა და ავსტრიის და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიებს, ესე ვთქვათ, მოივლიან. არა მართლმადიდებელ ქვეყნებში შევლენ, მართლმადიდებელ ქვეყნებში შევლენ და შემოდგომაზე იქნება ამერიკაში ეს მოგზაურობა და იქაც აი ამ ფილმებს უჩვენებენ, ამ ბროშურებს არიგებენ. ერთი რამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ მოგზაურობს ღვთისმშობლის წილხვედრილი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილი. და ბოლოს აი ამ პროექტებს ძალიან ბევრი პროექტია, თქვენ ბრძანეთ რომ ისის ევანგელიზაციის განყოფილება ხელმძღვანელობს, რასაკვირველია ხელმძღვანელობს, მაგრამ ნაწილს კიდევ ბევრი პროექტია, რომელსაც საპატრიარქო კურირებს. ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც საპატრიარქო კურირებს, არის დამაგვირგვინებელი დაგვირგვინება იქნება სვეტიცხოვლობას და სვეტიცხოვლობის წინ ჩატარდება დიდი საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის სახელწოდებაც არის ღმერთი სამშობლო ადამიანი, ეს საოცარი ტრიადა, რომელიც პატრიარქმა დაარქვა წმინდა ილია მართლის ტრიადის განმარტება. თანამედროვე, ესე იგი, ერისთვის. ძალიან საინტერესო და არის დაგეგმილი ყველაფერი, რაზეც ახლა თქვენი საუბრეთ. მე უფე დანიელ და აი დასასრულისკენ ახალგაზრდებისთვის რა არის, თქვათ, თავარი მესიჯები აი ამ იუბილეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში და აქვე მეორე შეკითხვასაც დაგისვამთ, რომ შევაჯამოთ კიდევ ერთხელ რას გვავალდებულებს და რა პასუხისმგებლობა არის ეს თარიღი და ზოგადად ის რაც მოგვეცა, ის დიდი წყალობები, რაც უფლისგან ჩვენ მოგვეცა, ჯერ კიდევ წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენის საქართველოში შემობრძანებით. უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ახალგაზრდების ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფი ჩართულია აი ამ მომლოცველობითი მოგზაურობის კოორდინაციის საკითხში. არიან კარგი ახალგაზრდები, კოორდინატორები, რომლებიც ამაზე შრომობენ, მუშაობენ, მრევლიც არის ჩართული. ერთია თვითონ მომლოცველობა, მეორე ამის ორგანიზაცია, ამას დიდი, ესე ვთქვათ, ძალისხმევა ჭირდება და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობს პროექტი, რომელიც უკვე 3 წელია მიმდინარეობს, ეს არის თქვენს ეთერში იყო ამაზე საუბარი, ესე იგი კულტურულ სამართლებრივ პროგრამა ქართული თვითყოფადობა, ეს არის ღონისძიებები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში და ძირითადად ეს არის შეხვედრები უმაღლეს სასწავლებლებში ჩვენს სტუდენტებთან, ეს არის გახსენება ჩვენი ისტორიისა, ეკლესიის ისტორიისა, კულტურისა, ესე ვთქვათ, ენის საკითხებისა, ლიტერატურისა და აი ამის შემსწავლელი, ესე ვთქვათ, მეცნიერები, რომელიც სწავლობენ ამ დარგებს, ისინი ხვდებიან ჩვენ მოსახლეობას, მათ შორის ახალგაზრდობას. კიდევ არის ძალიან სერიოზული ესეთი პროექტი, რომელშიც ემზადებიან ჩვენი ახალგაზრდები, ეს არის სტუდენტური ექსპედიციები, რომელიც იქნება მონიტორინგი, ესე ვთქვათ, ჩვენი ძეგლების, სოციალური მდგომარეობის, ჩვენი მოსახლეობის, სულიერი ცხოვრების, ესე ვთქვათ, ტრადიციების შენახვის და გაგრძელების გარშემო და მრავალ, ესე ვთქვათ, რეგიონში ასე იგეგმება ეს სტუდენტური მოძრაობები. ნუ სტუდენტები რასაკვირველია ჩართულები არიან სხვადასხვა კონკურსებში, როგორც არის, ვთქვათ, კულტურული პროგრამებისთან დაკავშირებით 1700 თავთან მიწუნილი, ვთქვათ, ლიტერატურული, პოეტური, ესე ვთქვათ, ნაწარმოებების შექმნა, მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა, თეატრალური რაღაც სპექტაკლების დადგმების, კომპოზიციების, ესე ვთქვათ, შექმნა, კიდევ ფილმების შექმნა. არის ახალგაზრდობა ამაში ჩართულია, ეს კონკურსები არსებობს და ძალიან მიხარია, რომ აი სკოლებში უკვე დაიწყო არაჩვეულებრივი, უკვე რამოდენიმე სკოლაში დადგმა იყო ასეთი კომპოზიცია, აი ამის გააზრება ამ 1700 წლის თავის, რასაც თვითონ ახალგაზრდები ასრულებენ და მათი თანატოლები ამას უყურებენ და ჩვენი სურვილია, რომ არა მარტო სახელმწიფო და ეკლესიის პროექტებმა, ასე ვთქვათ, განხორციელდეს, არამედ სამოქალაქო საზოგადოება ჩაერთოს, ყოველი ოჯახი ჩაერთოს, თუნდაც ნათესაური წრე, თუნდაც სამეგობრო, თუნდაც მეზობლების წრე, რაღაცა უნდა გავაკეთოთ, რაღაც ერთ-ერთი რაც ყველას შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის მაგალითად
ოჯახშიც სამსახურებ თანამშრომელთა წრეშიც, ნათესაობ სამეგობრო წრეშიც საუბარი ისტორიაზე, რაღაც შეხვედრები, მოწვევა სამეცნიერების და მათი მოსმენა, კულტურული საღამოების ხელოვანთა მოწვევა და მათთან საუბარი აი ამის მნიშვნელობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იკითხოს დაწესებულებები, საცხოვრებელი სახლები, მთელი საქართველოს მასშტაბით. მოხდეს წმინდა ადგილების მოლოცვები, ჩვენი მოსახლეობის მიერ თავის ინიციატივით, სკოლებში, თქვათ, მშობლებმა, მასწავლებლებთან ერთად ბავშვები რომ ორგანიზაცია გააკეთონ, სტუდენტებმა, პროფესორებთან ერთად ამის ორგანიზაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ქველმოქმედება, ფიქრი იმაზე, რომ ერთობლივად რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ნებისმიერი მიმართულებით, როგორც ესე თქვათ, სოციალურად დაუცველი ფენების მიმართ, ასევე ჩვენს გარშემო მყოფი ახლობელი ადამიანების მიმართ და აი ეკოლოგიური თემა, მაგალითად ბავშვების ჩართვა, ბავშვებმა რომ რაღაცა შექმნა. პატრიარქი სულ გვახსენებდა და ეს მისი დიდი სურვილი იყო, ილია მეორის სურვილი და იქნება ეხლაც ვცადოთ ამის გაკეთება, რომ ყველა ოჯახმა ამ თარიღთან დაკავშირებით ერთი ხე დარგოს. და ეს ბუნების დაცვა, ეს ეკოლოგია, ეს აი ბევრი რამ არის. სხვა შორის არსებობს სხვადასხვა საზოგადოებრივი ვთქვათ ჯგუფები, რომლებიც საპატრიარქოშიც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც აი ამას ყველაფერს ახორციელებენ და ერთ-ერთი ასეთი შეიქმნა შარშან დაიწყო ფუნქციონირება, არსებობს საზოგადოებრივი მოძრაობა, ის რაც გვაერთიანებს, რომლის მიზანიც რა არის, რომ შეახსენოს ეს საზოგადოებას, რომ ეს გავაკეთოთ. აი ახლა რასაც მე ვაკეთებ, იგივე რომ და ხვდებიან საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისში, სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა დაწესებულებებში და ავრცელებენ. ახლა იგეგმება ძალიან დიდი პროექტი დიასპორებთან ონლაინ კავშირის ფორმით შეხვედრა, სადაც ესე იგი ეს ამ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები არიან, ხელოვნების, მეცნიერების დარგის ცნობილი წარმომადგენლები, მიმართავენ რომ აი ყველანი ჩავერთოთ ამაში, რომ ეს იყო სურვილი, რომ არ დარჩეს ოჯახი და თუნდაც მცირეწლოვანი ბავშვი, რომ რაღაცა არ ვაზიაროთ ამ დიდებულ თარიღს. დიახ, და აი ჩვენი საერთო დრო იწურება და შემაჯამებლად რაც გვავალებს, რაც გვალდებულებს, რომ გითხრათ, მეუფე და ამით დავასრულოთ. ეს თარიღი, ამ თარიღის აღნიშვნა. ამ თარიღის აღნიშვნა გვავალებს, რომ ჩვენ გავიაზროთ რამდენად მნიშვნელოვანია ის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა ჩვენმა წინაპრებმა და თუ ჩვენ ამ მემკვიდრეობას ღრმად გავაცნობიერებთ და შევეცდებით გამოყენებას ჩვენს ცხოვრებაში, თანამედროვე ცხოვრებაში, უამრავი პრობლემა, რომელიც დღეს არის, მათ შორის მე ვიტყოდი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაცაც ქვია, რაღაც გარკვეულად გათიშულობა, რაღაც გარკვეული თვალსაზრისით და დაპირისპირება მხარეთა და საკმაოდ ესეთი დაძაბულობა საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილში არის მხარეება დაყოფა, აი ამას პირველ რიგში ამას უწამლებს, ამას უმკურნალებს, იმიტომ რომ სწორედ თვითყოფადობასთან დაშორება იწვევს პოლარიზაციას და როცა შენ რაღაც გამაერთიანებელი გაქვს ყველა ამ გამაერთიან აი ამ თარიღის აღნიშვნა შეუძლია ჩვენი გაერთიანება, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ჩვენ წელს დამთავრდება ამით. წელს ამით იწყება. იწყება აი ის გზა, რომელსაც ქვია ჩვენი დაცემული ვინაობის აღდგენა. ძალიან დიდი მადლობა მეუფე დანიელ საინტერესო საუბრისთვის. დაგულოცეთ. ყოველთვის დიდი სიხარული არის თქვენი ჩვენთან მობრძანება და დიდი პატივი. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი დათუაშვილი, მაღალ ყოველთვისამღვდელოესი დანიელი, ასევე ბრძანდება საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი. მეუფე ბრძანდებოდა სწორედ ჩვენი სტუდიის სტუმარი. აქვე დაგემშვიდობებით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე ელისაბედ აბულაძე ვუძღვებოდი. ნახვამდის.